ხმაურის ფონზე მიმდინარეობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა. რეგიონებიდან ჩამოსულმა გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ეროვნულ ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდას ითხოვენ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ესწრება. აღმასკომი ეროვნულ ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდის საკითხზე გადაწყვეტილებას პარასკევს გამოიტანს. სახელმწიფომ აიღო თავის თავზე 3 დღის განმავლობაში მოიძიოს თანხები კლუბების დაფინანსებისკენ. ანუ რომ დაფინანსდეს ერთი წელი. გაზდაზეა ლაპარაკი. 14 იქნება 16 თუ 18, ამას ყველაფერს ვიტყვით პარასკევს, მაგრამ მივდივართ გაზდისკენ. ერთადერთი რაც არის, ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ის, რომ ბატონმა ლევანიმ პარასკევამდე უკვე მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან უნდა მოამზადონ თანხები, რომელიც თქვა დაეხმარება კლუბებს ამ 1 წლის განმავლობაში. ჩვენ დავარქვით ესე, რომ ეს იქნება გარდამავალი ეტაპი და გარდამავალი ეტაპი როგორი ფორმატით იქნება, უკვე ის ფინანსები განგვისაზღვრავს, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ, აქედან გამომდინარე სპორტული პრინციპი უნდა იყოს განსაზღვრელი და აქედან გამომდინარე გადაწყვეტილებას მიიღებს ფედერაციის აღმასკომი.